მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონის მეათე ტურის გახსნით შეხვედრას. ორი აუთსაიდერი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ, რაში გურჯაანის დელტა. საინტერესო მაჩის მოლოდინი გვაქვს, რომელსაც წავიყვანთ მესულხან არჯევანიძე და გიორგი ჯაფარიძე. მოგესალმებით, უხლასო ტელემაყურებლებო, ინტერნეტმაყურებლებო, მართლაც ძალიან საინტერესო მაჩის მოლოდინში 2-2 გუნდია სუპერლიგაში მოუგებელი. 8 წაგება მიდან რაშს და 9 წაგება 9-დან გურჯაანის დელტას. დელტასთვის ეს არის პირველი წრის უკანასკნელი თამაში, რომელსაც უდიდესი დანაკლისით ხდება გუნდი. გუნდის თავმჯდომარემა ირაკლი ხოშტარიამ გუშინ გაიკეთა გადაუდებელი ოპერაცია. მას ჯანმრთელობა უსურვოთ პირველ რიგში. მალე გამოჯანმრთელება და დაბრუნება საკალათბურთო საქმიანობაში. რაც შეეხება გუნდ დელტას დღეს უხელმძღვანელობს მისი ასისტენტი საბა ზაქრაძე. მისი ძმა ლუკა ზაქრაძე მეტოქე გუნდში ესეც დამატებითი ინტრიგა და ანგარიში უკვე 5-0. ბატონო, ცოტა სხვანაირი ხუთეული დაიწყო რაჩმა, ტომასი სადადარიქოთას კამზია და გაკი იწყებს სასტარტოში. ჯარიმა გრეგორის წინააღმდეგ ჯარიმა უეირი ხუთეულებით, თქვათ მასინძლები კაიდან რაისი, ანდრე უეირი, დენ გაკი, ლუკა ზაქრაძე და სერგი ნინუა, სტუმრები შამარკუს კენედი, რევაზ როგავა, კამერონ გრეგორი, ოთო ბულიავა და ლუკ მეიერი. ფეივეზერი გუნდის გამთამაშებელი არ იწყებს სასტარტოში. გარკვეულწილად განსხვავებულ ხუთეულს მიმართა გურჯაანის დელტამ. რევაზ როგავა იქნება როგორც ჩანს გამთამაშებლის პოზიციაზე 2 ნომერზე მეიერი, 3-ზე ბულიავა, რომელიც ახლა ბურთით არის და რა თქმა უნდა კენედი და გრეგორი იქნებიან მაღალი მოთამაშეები. და ასევე განსხვავებული ხუთეულია, როგორც შენ აღნიშნე რაში, ხო? მე პირადად ძალიან იშვიათად მაქვს ნანახი მატჩები, სადაც გაკი და ვეირი ერთადგანან და სასტარტო ხუთეულში მათ არასდროს არ დაუწყიათ ერთად. კი ბატონო და ის ერთ-ერთი ლიდერი ტომასი არის კამსი. ჯერჯერობით ვერ გაისწორეს მიზანი მატჩის საწყის ტუთებზე. სტუმრებმა და 5-0-ია კვლავ ანგარიში. დელტას მთავარ ფაზაზე ჩვენ ვისაუბრეთ და როგორც იცით, რაშაც ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, რა თქმა უნდა დღეს არ არის მისი დებიუტი, პროკიჯემ აქვს საუბარი, მაგრამ რაც ის გახდა მთავარი მწვრთნელი და შეცვალა მამუკა ტურაშვილი, მას შემდეგ ორი მატჩი ქონდა, ხო, თესეულთან წააგეს და ივერიონთან. ტომას აღარ ენდობა. ტომასი აღარ იწყებს ხუთეულში. და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ამ გუნდის რიგებში. გრეგორის კარგი მოქმედებები 5-2. ბატონო, გახსნეს კიდევაც სტუმრებმა თავის გოლათა მარაგი. ჩემი სუბიექტური აზრით პირველი წრის მთავარი მატჩი ეს უნდა გქონდეს თავისი ინტრიგით და თავისი დაძაბულობით. 2013-14 წლების სეზონში იყო ბოლოს მაკაბი, რომელმაც მოუგებლად დაასრულა სეზონი და მას შემდეგ ASE ორი გუნდი და აქედან ერთი 9-დან 9 წაგებით იქნება, ან მეორე 10-დან 10 არ ყოფილა. სოხუმი იყო ძალიან ცუდი შედეგით 1-32-ზე, მაგრამ სოხუმაც მესამე ტურში მოიგო თუ არ ვხვდები თავის მატჩში. კი, საწყის ტურებში მოიპოვა სოხუმ მაშინ გამარჯვება, ესეც ცუდად არ დაუწყიათ მათ. უეირმა პირველი საჯარიმო გააფუჭა, მეორე გამოიყენა და 6-2 გახდა ანგარიში. ხო, რაშ ეს ერთი თამაში რაც რჩება ბათუმში გასვლა და იმის მიუხედავად რომ ბათუმში არასდროს არ წაუგია რაშ და ორივე მატჩი მოგებული აქვს სუპერლიგის ეგიდით ზღვისპირეთში, ამ რაშ ალბათ ამ ბათუმთან ძალიან გაუჭირდებოდა. ასე რომ ეს გამარჯვება ფასობს. ფაქტობრივად 4-ქულიანი თამაში გვაქვს ამის ფონზე. აქ ჩაიჭრა ეს გადაცემა კენედი, გრეგორი, ბულიავა, ოთო, ნიკომაძებნა როგავა, ბულიავა. არ ჩავარდა და ბურთი დარჩებათ სტუმრებს. ოღონდ შესატევად არის 3.7. დელტას გამოჩნდა საწყის არასრულ 4 წუთში, რომ უჭირს ძალიან ბურთის ჩაგდება. ბულიავას კარგი იყო უეირი და ბურთი დარჩებათ მას პინძლებს. საბა ზაქრაძესთვის ეს არ არის მთავარი მწვრთნელის პოზზე
სადებიუტო მატჩი, თუმცა სუპერლიგაში არის სადებიუტო, მაგრამ ადრე ალიგაში მუშაობდა ძალიან ახალგაზრდა ასაკში. თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო. ჩეხევა მის სამწვრთნელო კარიერას 2 ოდესით უფრო შევეხოთ. საინტერესო იქნება წესით გულშემატკივრისთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვის. საბას დელტას 22 წლამდე თაგულის მთავარი მწვრთნელია ბოლო 2 წელია. მანამდე ასევე იყო ოვერტაიმის მთავარი მწვრთნელი 20 წლამდელში. მოკლედ ასაკობრივ ლიგებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი დებიუტი 2021-22 წლების სეზონში შედგა როგორც სუპერლიგის ასისტენტი მწვრთნელი კაქტუსის რიგებში და მას შემდეგ ირაკლი ხოშტარიასთან ერთად არის სწორედ საბა მესამე სეზონს ატარებს დელტაში და მეოთხეს ჯამში ირაკლი ხოშტარიასთან ერთად ალიგაზე ვისაუბრეთ, ასაკობრივ ლიგებზე ვისაუბრეთ და ნახოთ აბა დღეს ალიგაში ყავს დელტა გამოყვანილი ხაზზე, როცა ირაკლის ასევე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს მე მგონი სულ განსხვავებული მატჩია, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და მით უმეტეს ძალიან საინტერესო იქნება პირველ გამარჯვებას საბა ზაქრაძესთან ერთად თუ ჩაიწერს დელტა. ერთობით თავალშედეგიანი დასაწყისი გვაქვს, ბევრი ბურთი გაფუჭდა, გვეირი ფარქვეშ კარგი იყო 8-4. გაიქნება დელტას პასუხი როგავა. ჯერ არც საყაიმო ანგარიში ჰქონია, არც დელტა ყოფილა წინ. როგავა, ბულიავა, უკმეიერი. პერიმეტრზე გრეგორი სამფულიანია სროლა ჩაგდო 8-7. საერთოდ ალბათ მინიქი უნდა ხდებოდეს გრეგორი აძლევდეს და ლუკი ისროდეს პერიმეტრიდან, მაგრამ ფაქტია რომ ჩაავარდა. გაკი რაისი ესვრის ძალიან ბევრს. ვინც პირველად ადევნოთ რაშის თამაშებს, დაახლოებით ეს მოთამაშე 12-ჯერ მინიმუმ 10-ჯერ მაინც ესვრის პერიმეტრიდან, თუმცა ვერ ვიტყვით თალზე შედეგიანია. ბაკო წულეისკირი შემოვა, გრეგორი შეცვლის, საინტერესოა. ესეთ კი იმიტომ რომ მეორე პერსონალური იყო ეს უკვე გრეგორისთვის და თავისუფლად ლევან გოგალაძე ჩაერთვება პირველად თამაში ნინუას ნაცვლად. საინტერესო ტომასი როდი შემოვა. ალბათ ტომასი რომელიმე მაღალს შეცვლის. გოგალაძეც ახალი დამატებულია. თესეუსთან ყოდა მასთან დებიუტო შეხვედრა, ნელა ისიც შევა ფორმაში. ბატონო, აქ მორიგი ჯარიმა, ამჯერად როგავა ჯარიმდება როგორც ჩანს. კი ბატონო, მესამე გუნდური უკვე გურჯაანს. მარქვეშიდან განახლებს შეხვედრას ზაქრაძე 14 წამი ექნება შესატევად. მას მიძლებს ვეირის სამქულიანი ჩაგდო. გავრის ყოდა თქო პირველია? თუ ქონდანე მე მგონია მე არ მახსოვს. ძირითადად ფარქვეშიდან თამაშობს. ორმაგულებს ასრულებს. 11-7. წულეისკირი ვეირი კარგი იყო. ვეირი მე მგონი ამ ტურში შევა ხუთეულში. რაისი აქ არასუსტი გადაცემა. ჯეჯობთ რაისი მავერი პოვა თავში თამაში. ენედი ჩავარდა. გიორგი ვახანია გუნდის კაპიტანი ემზადება შემოსასვლელად. 11-9 ანგარიში 4 წუთი 17 წამი პირველი მეოთხედის დასრულებამდე და გაკშეცვლის ვახანია? არა, რაისი დაისვენებს. დაგვაგნია გაკის მოძრაობებმა. ბატონო, სამქულიანი არ ჩაუგდია. აქამდე მე მგონი ძდელობაც არც ეკნებოდა დიდი ალბათობით, 1-2 თუ ქონდა. გადაგდებული ბურთით რო იწურებოდა შეიძლება თქვა. გოგალაძეს კარგი მოძრაობები და კარგი დასასრულები. 13-9. კარგია, ეს ბოლო წუთი ცოტა გაიხსნა თამაში. სიმართლე გითხრა მე ველოდები რომ ძალიან შედეგიანი მატჩი იქნება, აი დაახლოებით ფიქრობ რომ თითოეული გუნდი შესაძლოა 90 ქულაზეც მეძე ავიდეს, რადგან დაცვაში ამ გუნდების ძალიან უჭირთ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ძალიან უჭირდა და ხსნა არის შეტევა. ზაქრაძე, ვეირი, გოგალაძე, ზაქრაძე, ძმის წინააღმდეგ. გაკი. ცოტა სამიანი ზაქრაძე მოჩაგდო და 16-9 უკვე 7 ქულამდე გაიზარდა მასმიძელთა უპირატესობა.
ულიავა ისა ფრეიზერი ფრეიზერი არა კენედი იყო ფრეიზერი ახლა შემოვა უკარი თვალი ვახანია ვერი ცლობს გახსნას მიიღო ბურთი კარგი ჩანაფიქრი და ჯარიმდება ლუკ მეიერი რო არა ლუკი ალბათ მარტო კულებსაც აიღებდა დენგაკი ხელს ნამდვილად ვერ შეუშლის და სხვა მხრივ მას მეიერი ფერვეზერი ჩაერთვება თამაში სწორედ მოიერის ნაცვლად 4 გუნდური უკვე გურჯაანს ამოწურეს სტუმრებმა ჯარიმების ლიმიტი. გოგალაძე კი განაახლებს შეხვედრას. ვეირი. გაკი, ვახანია და ჯარიმა. ჯარიმა დაცვაში. იმათონ როგავა ჯარიმდება. და მისთვისაც მეორე პერსონალური. მე მგონი დატოვებს როგავას. ლორსმანაშვილი ხუჭუა და ჟღენტი ყავს სათადარიგოთა სკამზე. ნამდვილად ვიცი ჟღენტი მცირე ტრამვის გამო ვერ მიიღებს უნდა შეხვედრაში მონაწილეობას. გამოდის რომ 4 მოთამაშით არის ჯამში, მაშინ სათადარიგოთა სკამი და მოკლედ ამ მხრივ ორივე გუნდს უჭირს. საზღვარგარეთ გააგრძელა კარიერა ბელთაძემ, რომელიც იყო დელტა შემადგენლობაში, ესე ვთქვათ. ლეგიონერები ჯამში 4-ვე ერთით დაიწყო, შეიცვალა. ერთადერთი გუნდია, რომელმაც 4-ვე ლეგიონერი გამოცვალა. ნუ ჯამში ლეგიონერმა მოიგო წლეულს დელტას მაისური და სხვა მხრივ ჰარდრიკი იყო თესეუსო დაემატა. თქვათ იყო ცვლილებები ასევე კავკასიაში და ორბში, მაგრამ ესე თითო-თითო. ორად-ორი ცვლილება იყო რაში. გაკი შემოუერთდა და რაისი. აბა ფაერვეზერის პირველი მცდელობა არ ვარდება ბრძოლა ბურთისთვის დარჩება მას მისლებს ზაქრაძე. გოგალაძე ვერი ითხოვს ისევ ბურთს. უნდა მიაწეს, იმიტომ რომ გუნდური ლიმიტი ამოწურული აქვს გურჯაანს, გამოუტანა ვახანიას. ახანი ალბათ თავადე დაასრულებს ესროლა არაზუსტია და წულეისკირი ხსნის აცილებულ ბურთს. კარგად ჩაერთო წულეისკირი თამაში. ბულიავა უნდა ესროლოს. ჩასაგდებია არა. წავიდა სროლა ბულიავას და ვახანია. გოგალაძე. ვერისგან მიიღო ბლოკი, თავადე დაიძრა ორნობიჩი და ჩაარდა კიდევაც. აღებინა პირველი წუთშესვენება. საბა ზაქრაძეს 19-11 პაუზაა და ვისარგებლო და მიულოცოთ გუნდის პრეზიდენტს ზვია დანთაძეს დაბადების დღე ჯანმრთელობა უსურვოთ პირველ რიგში და წარმატებები ნამდვილად უერთდები მიულოცვას გუნდების ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება სუპერლიგის ეგიდით 4-ჯერ გაიმართა მათი დაპირისპირება სხვა ტურნირზე არ შეხვედრიან 4-დან 3 თამაში დელტა მოიგო, საერთოდ ზედიზედ 3 თამაში ჰქონდა მოგებული და გასულ სეზონში მამუკატურაშვილმა შეძლო გურჯაანში. მოულოდნელად იმ დროისთვის მოულოდნელად დაამარცხა მეტოქე 95-84. სტატისტიკას რო გადავალოთ, თვალი 7 ბურთი ჩააგდო ჯერჯერობით რაშმა თამაში და 12 მცდელობით 15-დან 5 აქვს დელტას გამოყენებული. უდიდესი ლიდერობა ამ დროისთვის დაფიქსირებული 8 ქულით იგებს რაში და მესხით ჩაერთვება პირველად თამაში დღევანდელ შეხვედრაში. ტომასი კი ისევ სკამზე არის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ალბათ ხდება ესე სპორტში და გუნდურ სახეობებში, რომ წვრთნელი და მოთამაშე ხშირ შემთხვევაში, როდესაც თქვა ამ წვრთნელი მოდის გუნდში, სადაც ხდება მოთამაშეები, ვერ უგებენ, ხო, საერთო ენას ვერ პოულობენ. არა და იუერიონთან 25 ქულა ქონდა. მაგრამ 5 დიდი თუ არ ქონია.
ნამდვილადაც მახსოვს. მისთვის დიდი დროს გულისხმობ რაც ჰქონდა საწყის ტურებში. თუ ჰქონდა 36 მომიტევეთ. ვარ შეიძლება რაღაც მცირე დაზიანებაც ხო არ აქვს, იმიტომ რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაში ფაქტია რომ გოგალაძე ძალიან კარგად ჩაერთო, ხო? ვინ შემოვიდა უკანახაზდან. ძალიან ბევრი უკანახაზელი ყავს რაში. როგავა 19-11 ბოლო წუთი და შეტევაში ჯარიმა. კი, წულეისკერი ჯარიმდება, მისთვის პირველი პერსონალურია, ახლა ჩაერთება ტომასი თამაში, ალბათ ზაქრაძე დაისვენებს. ბატონო ზაქრაძე დაისვენებს და გრეგორი შეცვლის წულეისკერს. პირველი მეოთხედის ბოლო წუთი შეტევაში მასპინძლები გოგალაძე ტომასი ისევ გოგალაძე მახანია გოგალაძე ნელა უნდა იფიქრონ შეტევაზე 5 წამი კარგი ჩანაფიქრეთ თუმცა წაიკითხა ეს ყველაფერი კენედიმ და ჩაჭრა გადაცემა ფარვეზერი აითამაშა გულიავასთან ისევ 0 ნომერი თურლის როლა არაზუსტია გაკიხსნის და ტომასი არის ჩქარები წესით მასპინძლები პირველი მეოთხედის ბოლო შეტევა მათთვის დიდი დრო არც გურჯაანს დარჩება გააჩინა როგორ გაიყვანენ ამ დროს მასპინძლები საუბრობთ ისე შეიჭმევა დრო რომ გურჯანი ვერაფერს აღარ მოახერხებს აბა გოგალაძე ვერ აგდებს და კი ბატონო 19 მოთამაშეს და 3 ლეგიონერის აქვს ეს ფულები მოგროვილი რაშიდან 4 მოთამაშემ შეძლო ფულის მოპოვება და 4-დან 2 ლეგიონერი 2 ქართველი განახდება მატჩის მეორე მეოთხედი 19-11 დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედის შემდეგ რაში ამარცხებს 8 ქულით გურჯაანის დელტას სწორედ სტუმარი გუნდი განახლებს მეორე ნახევარს მეოთხედს ხო რაის ზოგუსაიძე 2 ქულა უწერია კი 2 ქულა და 3 მოხსნა ჯარიმა ზოგუსაიძე საერთოდ უწერია შეიძლება გვიან შევიდეს. გოგალაძე ჯარიმდება. კენედიმ განაახლა შეხვედრა გრეგორი ფარვეზერი. შოკავა ცდილობდა გახსნას, თუმცა ფარვეზერმა გულიავა მოძებნა. სამიანი გულიავასი არ ვარდება ბრძოლა ბურთის და გაკირჩება საბოლოოდ ტომასი შევიდა და ჩააგდო კიდევაც ლევონ ტომასი საშუალოდ 18 ქულა მის მონაგარი რაც მე-10 ადგილს ნიშნავს საშუალოდ ჩაგდებული ქულებით როგავა გრეგორი საკ მეორეც დაუფარეს უკვე უბრალოდ ვეირსაკ ორი დაფარება ერთი გრეგორს და ერთი გულიავა წულეისკერს ეკე გოგალაძე შევიდა ესე ზუსტია და ლუკ მოიერს უხმოუმალო ეს აბამ 23-11 მოიპოვა მცირე უპირატესობა უკვე რაშმა ნახოთ რას შემოგთავაზეს დელტა კენედი კი დელტას ჯერი არის იმიტომ რომ ორჯერ მეტი ქულა აქვს უკვე ჩაგდებული რაში იცით რომ ამ დარბაზში ძალიან კარგად თამაშობს გასულ სეზონში შეხვედრების 80% თუ არა 90 მოიგო სწორედ ამ დარბაზში ნახოთ აბა წელსაც ბლიანი იქნება თუ არა
როგავა. სამი წამი ესროლა როგავამ და არ ვარდება. არა. ვერც დღეს იწყებს გურჯაანი ისე კარგად როგორც მატჩ შეშვენით 5 წუთია რაც ქულა არ აუღიათ სტუმრებს ბოლოს კენედი მგახადათ 16-11 ანგარიში და ამის შემდეგ უკვე ორთი აღარ ჩაუგდიათ სტუმრებს. ვახანია გოგალაძე მიიღო ბლოკი ტომასი ესროლა სამქულიანი ჩააგდო 26-11 ძალიან დიდია უკვე უპირატესობა თბილისური კლუბის. კი ტომასი საშუალოდ 3-3-იან საგდებს თამაში ერთი უკვე ჩააგდო. მოიერისგანაც ველით თავის თავზე უფრო მეტი საღებას ისიც პერიმეტრიდან საკმაოდ სახი ფათოა. აქ ორი სროლა იქნება მინდა ჯარიმდა გაჯარიმდა ვახანია. ბატონო პირველი პერსონალური ვახანიასთვის. სტუმართაგან განსხვავებით მას მძლებში ორი ჯარიმა არავის აქვს. გულიავა კი შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას და დიდი ალბათობით ასეც მოხდება. ჯამში 4 ჯარიმა აქვს მიღებული ამ დროში რაშის მოთამაშეებს და 4-ვე ნაწილდება სხვადასხვა კალათბურთელზე. 6 ჯარიმა აქვს აღებული დელტას. 6-ვე პირველ მეოთხედში. გულიავას მეორე საჯარიმო, ესე ზუსტია. ორივე საჯარიმო გამოიყენა გულიავა. 2 გრეგორს აქვს 2 პერსონალური ფოლი, 2 როგავას და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი დელტასთვის. წამყვანი მოთამაშეები ნაადრევად დაიტვირთნენ. გაკი ვერ აგდებს, თუმცა ვერი იქვია და დაამატა მე-9 ქულა უკვე ვერის. გულიავა ვახანია მის წინააღმდეგ პასი არ გავიდა, კარგი იყო ვერი. მოკლედ დღეს მოწოდების სიმაღლეზეა ვერი გაკი 30-13 მეხუთე ქულა გაქს მასპინძელი გუნდი დაწინაურდა 17 ქულით. ანდრე ვერი 9 ქულა 4 მოხსნა 3 დაფარება. როგორ ჩანს თუ ესე გაგრძელდა ყველაფერი შესაძლოა 10-დან 10 მარცხით დასრულდეს დელტას პირველი წრის მაჩვენებელი. 0-ზე 2017 წელს დაარსდა ეს გუნდი 16 წელს უბრალოდ 2016 წლების სეზონში და იმავე წელს მოახერხა ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით ალიგის მოგება 2019-ში უკვე 2 წლის თავზე 3 წლის თავზე მოიგო სუპერლიგა. არსებობის ისტორიაში ასეთი ცუდი სეზონი მე მგონი არ ქონიათ. აქამდე ერთხელ ქონდა კოვიდის პერიოდში, როცა ცხელის ქვედა ნაწილში იყო 4 მოგები და 10 წაგებით, თუმცა ესე უიმედოდ აქამდე არასდროს ყოფილა. პირველ წელში აი ზვიადანთაძე გუნდის ხელმძღვანელები ირაკლი შარვაძე, ზვიადანთაძე, ის კიდევ ერთხელ შეგასწავლეთ აქვს დაბადების დღეს და ჯერჯერობით ვერ ულოცავს თავის გუნდი. ჩვენი მხრიდან იმი ულოცეთ აქედან. როგავა ამ სეზონს თუ არ ჩავთვით, ყველაზე ცუდი სწორედ კოვიდის სეზონი იყო, როცა გოლო ადგილზე იყვნენ 14-ით ჩატარებული თამაშის შემდეგ. გრეგორი ვერ ამატებს, თუმცა ჯარიმა. ისიც რა ვთქვათ, რომ კოვიდის სეზონი ნაადრევად შეწყდა ერთი, მეორე ახლოს ყავდა თავის კონკურენტები, ასე რომ ვერ ვიტყვით, რომ უპირობო აუტსაიდერი იყო. კი, ორი მოგება იყო სხვაობა პლეი-ოფის ზონასთან და ეს არაფერია ეხლა 4 მოგება მინიმუმ. არა, 5. რუსთავს აქვს 3-5 და არის მე-9-ზე. და ყველას აქვს 5. 5 გუნდს აქვს 5 მოგება და 3 მარცხი. და მე-6-ია ორბი, რომელსაც 5 მოგება და 4 მარცხი აქვს. გამოდის რომ 6 გუნდია ჯამში 5 მოგებით. გოგალაძე 30-15 ვახანია ჩაუგდო ბურთი ვეირს და ვერ ჩააგდო ვეირმა, თუმცა შეასრულებს საჯარიმოებს.
აქამდე ვეირმა როგორც როცა დადგა ორჯერ საჯარიმოს ხაზზე 2-დან 1 გამოიყენა და ნახოთ ახლა თუ დაარღვევს ამ ტრადიციას. თორე დასაწყისი ძალიან კარგი აქვს დღეს ვეირს 9 ქულიდან 3 ბურთი ჩააგდო თამაშიდან და 3 სროლიდან არა უცილებია ბურთი თამაშიდან მხოლოდ საჯარიმოები. გაფუჭებული პირველი ამჯერად ზუსტია. ველოდებით მეორე ერთქულიანს, რომელიც გამოიყენა 11 ქულა უკვე ვეირს და პირველი მოთამაშეა, რომელმაც 10 ქულიანს ზღვარს გადააბიჭა. დელტაში ყველაზე ახლოს 10 ქულასთან არის გრეგორი, რომელსაც აქვს 7 ქულა. ჯერჯერობით საუკეთესო ხუთეულის ძიებაშია ზაქრაძე, მაგრამ ასეთი მოკლე სკამის ფონზე ძალიან რთულია. რამის გახერხება ტომასი ვახანია, ვეირი, ფარქვეშ და ესეც ზუსტია. 14-15 წუთშესვენებაც აღარ აქვს სტუმრებს. ვეირს კი ვერ აჩერება. მოიერი უნდა ჩააგდოს, ესეც არ ვარდება. ჯერჯერობით ლუკი 2 ქულაზეა. ტომასი. მოძრაობები ტომასის გამოუტანა გაქს. ისევ ტომასი. ლაუკაკი მარათანაბარი გაცვლა იყო, რო გავაშერჩა გაქს, თუმცა ვერ ისარგებლა ამით გაკმა. სამგერ ბურთი დარჩებათ, მაინც მას მისლებს ფაირვეზერი და ბურლი ავაბრუნდებიან კენედის და როგავას ნაცვლად. ფაირვეზერი თითქოს უნდა გამოდგომოდა გუნდს, მაგრამ ვერ ამართლებს. მოდით პირდაპირ თქვათ მოლოდინს. მე მგონი ამ 4 ლეგიონში ყველაზე სუსტად ის გამოიყურება ლუკ მეიერი. 5 ჩატარებული თამაშიდან 10-ზე მეტი არ ჩაუგდია ერთ-ერთ თამაში. ორჯერ ჩააგდო, 2-თან ერთხელ 10 ქულა და თესეუსთან. ლუსანაშვილი შემოვიდა პარკეტზე, თქვათ რომ გასულ სეზონში რაში იყო, გასაკუთრებით კარგადაც წარმოაჩინა თავის თავი. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იგივე გიორგი ვახანია თამაშობს. აკი გრეგორი კიდევ ერთხელ დადგება საჯარიმოების სასრულად. ამჯერადაც ზუსტია. საჯარიმოებს კარგად იყენებს გრეგორი, თუმცა თამაშიდან აქვს 6-დან 2 სროლა გამოყენებული. ერთი პერიმეტრიდან. კი. მეორე არ ჩავარდა ვეირმა, მორიგი მოხსნა ჩაიწერა აქტივში 15 ქულა და 5 მოხსნა უკვე ანდრეს. გოგალაძე. აი, ძრა გოგალაძე გამოუტანა ვახანიას, რაისი არ ვარდება. რაისი აშკარად ვერაში უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე რაში არის. თუმცა ეს ის ვერა იყო, რომელიც გავარდა. ოსმანაშვილის პირველი ქულები. თვით გიორგი ვახანია, ლუკა ზაქრაძე, რაიცი გუნდელები იყვნენ, ერთად იყვნენ იმ სეზონში. აქ ვეირის კიდევ ერთი კარგი მოქმედება და უკვე 17 ქულა. ვეირი არაფუჭებს თამაშიდან 6-დან 6 ბურთი, 5 ორქულიანი, 1 სამქულიანი ფაირვეზერი, სამქულიანი ჩააგდო, როგორც იქნა ჯეირონმა. ვახანია აქ საბოლოოდ დაიკარგა ბურთი და წუთშესვენებაც გვექნება. მინი გაქცევა 5-0 გურჯაანელთა და აიღო კიდევაც წუთშესვენება. 15 ქულა სხვაობა. 8 ქულა იყო პირველი მეოთხედის შემდეგ. და უკვე ამ 6 წუთში აჯობეს პირველი მეოთხედის შედეგს გუნდებმა. 19 ქულა ქონა პირველ მეოთხედში რაშ და ახლაც 3 მეოთხედში 19 აქვს, 11 ჩააგდო გურჯაანმა პირველად წუთეულში და ახლა უკვე 12 აქვს. 4 წუთი წინ კიდევ და წესტლუჯანიც გააუმჯობესებს შეტევაში თამაში, მაგრამ აი დაცვაში კი ვერს ფაქტია ვერ აჩერებენ. აი ხედავთ კიდევაც მომენტებს.
გაცვლების შედეგად ვეირს ხან როგავა შერჩა, ხან მოიერი, მოკლედ დაბლები ხდებიან ვეირს, აი აქაც მოიერი. რა თქმა უნდა, ახლა მოიერთან უპირატესობა ექნება ვეირს. ეს კი ფაერვეზერის სამკულიანი. ეს უკვე ბოლო ეპიზოდი, ეს იყო ტაიმაუტი. გამოვიდნენ გუნდები პარკეტზე, რაისი, ზაქრაძე, ტომასი, ვახანია და ვეირი, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, მეიერი, ოსმანაშვილი, გულიავა, წულეისკირი და ფრეივეზერი. ეს უკანასკნელი იღებს ჯარიმას პირველი ამისთვის გუნდური მეორე. რაის ზაქრაძე ვახანია ტომასი ზაქრაძე ისევ ტომასი მოძებნა 5 წამი უკვე შეტევაზეც უნდა იფიქროს ტომასმა და ჩააგდო კიდევაც ეს ბურთი 40-ით 23 17 გულა იდეა მასპინძლების უპირატესობა უკვე გულიავა მეორე მეოთხედიდან ძალიან კარგი ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს მათ. სამკულიანი არ ვარდება, თუმცა წულეისკირი ჩვეულ ფორმაშია, ისე ვიწვის ფარზე და მოიგო ამჯერადაც. არის მეორე ფაზა შეტევის და 2+1. 40-ით 25. ჯარიმა მიიღო რაისმა მისთვისაც პირველი ერთ-ერთი ორი ჯარიმით არის უბრალოდ ეხლა სკამზეა გოგალას. გულიავას 4 გულა აქვს. ორი ჯარიმით ასევე დელტაში შეუერთდა როგავასა და გრეგორს ლუკიც. სუსტი 40-ით 26-ით 14 გულამდე შემცირდა ჩამორჩენა სტუმრების ზაქრაძე. აბა რაისი სამიანი არ ვარდება. ოსმანაშვილი ფაერვეზერი კიდევ უფრო მიახლოების შანსი აქვს. სტუმრებს ფაერვეზერის სამკულიანი მოკლია რაის. ჩაუვარდა ბურთი ხელებში ტომასი. ტომასი შევიდა რთულის როლა იყო და საბოლოო ჯარიმაზე წამოიგიდა. წულეისკირი მისთვისაც მეორეა, უკვე. დაიტვირთნენ სტუმარი გუნდის მოთამაშეები ჯარიმებით. გულიავა დაისვენებს როგავა დაბრუნდება. მასიკი შეასრულებს საჯარიმოებს. პირველი ზუსტია. მეორეც გამოიყენა 42-ით 26. როკავა. კარგი იყო, მაგრამ ცუდად მოირწყა ბურთი, თორემ კარგად შევიდა სივრცეში. საბოლოოდ მოიერი იღებს უკვე მესამე პერსონალურს, გუნდური მეოთხე ჯარიმა და კენედი დაბრუნდება წესით ლუკის ნაცვლად. ესეც არის პირველი მოთამაშე, ვინც 3 ჯარიმა მიიღო. იმდენად დაწვრთულები არიან ხუთეულის მოთამაშეები, რომ არ არის გასაკვირი კიდევ უფრო დამძიმდეს ფენტას მდგომარეობა ჯარიმების კუთხით. აქ ვერ მოხსნა კენედმა რაისი 3 ჩააგდო. უკვე 19 კულა, მე მგონი 19 არ ყოფილა. 21 იყო მაქსიმალური ლიდერობა. წულეისკირი ჯარიმდება ვეირი და ეს არის მისთვის პირველი. ვეირი არ დაჯარიმდა? ზაქრაძეს მისცეს ეს ჯარი. მანამდე იყო ჯარიმა.
გაკი დაბრუნდება უეილის ნაცვლად. უეილი თავის საქმე გააკეთა. კი, აქვს მაგის ფუფუნება უკვე და საშუალება 17 ქულა. დაისვენოს. თავის გუნდში ყველაზე მეტი 17-ის შემდეგ მოდის 9 ქულით ტომასი და გურჯაანის დელტაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არის გრეგორი როაკულის. საინტერესო. რა უნდა დაუპირისპიროს დელტას ამ შემთხვევაში ჯერ ვეილის და შემდეგ წინათ რაში. აეროზერმა გამოიყენა ორივე საჯარიმო. ზაქრაძე. ვეირს უკვე პირველ ტაიმში აქვს 25 მარგი ქმედების კოეფიციენტი, საკმაოდ მაღალი. შეგაცემთ რომ ვეირი არის როგორც ოქტომბრის ასევე ნოემბრისთვის MVP. დეკემბრის გაუჭირდება, რადგან წავებენ შემდეგ ტურს. არა, თუ უკვე გამოტოვეს და ამიტომ საქართველოს იქნება უეირისთვის. როგავა სამქულიანი არ ვარდება ბრძოლა ბურთისთვის საკრაცი ხსნის. თომას მური შეიძლება იყოს თქვათ MVP, იმიტომ რომ კარგი სტატისტიკა აქვს. შევიდა ხო ხუთეულში როგორც მოხს ამ ტურში. კი. მაგრამ თომასმა მაგრამ მეგონი ორბით სტოვებს. ხო, ორბი ამტოს სტოვებს. ორბი ამტოს სტოვებს. ისედაც თომასმა ამ თვეში გამოტოვა ორი თამაში მაგის გარდა. 45-30. მეორე ტაიმაუტი, რომელსაც იყენებს რაშის თავარი მწვრთნელი და შესაბამისად ტაიმაუტების ლიმიტიც გუნდებს ამოეწურა, დაგვრჩება 1 წუთი. ჯარიმების ლიმიტიც ამოწურულია. დაბრუნდნენ გუნდები ბოლო წუთი პირველი ტაიმის 15 ქულიანი უპირატესობით არის წინ რაში და შეტევაშიც მასმინძლები არიან. გოგალაძე, საკრაძე, ტომასი, რაისი დაიძრა და ჯარიმა. კენეთის პირველი პერსონალური. ორი სროლა, რომელსაც შეასრულებს რაისი. რაისი 5 ქულით არის. ზუსტია პირველი. მეორეც გამოიყენა 47-ით 30. რაის 7 ქულა. აეროზერი. გოგალაძე თამაშება მას. კენედი, როგავა. აეროზერი ისევ. თავადვე შორი ორქულიანი გაუშვა, ვერ ჩააგდო, რაისმა მოხსნა და არ უნდა იჩქარონ. მასმიძლება ნახოთ რა სხვაობით გავლენ ისინი დიდ შესვენებაზე. მინიმუმ 17 ქულა დაბევებული აქვს. თომასი როგორც ჩანს თავად ეს როლა ვერ ჩააგდო. როგავა
და მცირე დააკდა, მე მგონი ჩაითვლებოდა. მე მგონი კი მოასრულა. დასრულდა მით პირველი ტაიმი 47-30 დიდ უპირატესობა აქვს რაშ, თუმცა ნახოთ წინ მთელი მეორე ნახევარი. ნახოთ რა შემოგთავაზა მეტოქეები, გუნდები უბრალოდ ჩვენ კი შევისვენოთ 15-20 წუთი და შემდეგ განვაგდოთ ამ მატჩის თვალყურის დევნება.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საქართველოს სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონის მე-10 ტურის გახსნითი შეხვედრა რაში დელტას წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდეგ 17 გოლს იგებდა მასმძელი გუნდი და უკვე გოგალაძის ამორქულიანით 19-მდე გაიზარდა მათი უპირატესობა. ნახოთ გურჯაანს აქვს მთელი მეორე ტაიმისთვის რომ შეცვალოს ვითარება პარკეტზე. გურჯაანის ყველაზე დიდი პრობლემა იყო დაცვით ფაზაში თამაში, ფაქტობრივად ღია კარიზზე ჰქონდა დაცვაში და ამან ყველაფერმა შედეგზეც იქონია გავლენა თავად განსაჯეთ პირველ მეოთხედში 19 ქულა გაუშვეს, მეორეში 28. როცა თავად ჩააგდეს ხოლმე 30 47-ით 30 მორჩა როგორც იცით ტაიმი და უკვე მესამე მეოთხედის სტარტზევე კიდევ 2 ქულამდე გაზარდა თავისი უპირატესობა რაშმა, რომელიც გურთით ეხლა სწორედ ისინი არიან რაშის მოთამაშეები. ზაქრაძე ზოგადად სამქულიანი და უდიდესი ლიდერობაც დაფიქსირდა 22 ქულა. ზოგადად ყველაზე დაბალ შედეგიანი გუნდია შეტევის მხრივ რაში, ბოლო ადგილზე არიან საშუალოდ 73 ქულას აგდებენ ისინი თამაში და დიდი ალბათობით არ გაუჭირდებათ ამ სხვაობის და საშუალო მონაცემის გაზრდა. ესეც მეტყველებს სწორედ ის რაც თქვი დაცვაში უჭირს დღეს თამაში გურჯაანის დელტას. ამ მონაცემებით 53 ქულა ჭირდება ხო თავის საშუალო გაიმეოროს ნამდვილად არ ეყოფა გავრისკავდა 53 ქულა. რაში აგდებს 73 მე დელტაზე რაშ შეიძლება იყოს. რაშის ყველაზე მაქსიმალური ქულათა რაოდენობა იყო 83 ქუთაისთან. დანარჩენ შემთხვევაში 80-ზე ასვლა ძალიან უჭირდათ. არც ასულან. ახლა აქვს ძალიან კარგი შანსი. როგავას სამქულიანით 19-მდე შემცირდა ჩამორჩენა. რაც შეეხება გურჯაანს, ნახოთ აბა რამდენი აქვს საშუალოდ. ისინი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და მოსალოდნელი იყოს ყველაფერი, მე-10-ზე არიან შედეგიანობით 74.9, ანუ ფაქტობრივად 75 ქულას აგდებენ ისინი საშუალოდ და 88-ს უშვებენ ასევე საშუალოდ, რაც ძალიან ბევრია და მე-10-ია ამ ხრივაც ეს გუნდი ამ კომპონენტში. როგავა დაიწყებს მორიგ შეტევას. გულიავა ეხსნებოდა, აქ კიდევ ერთი უყურადღებობა, თუმცა ბურთით რჩებიან სტუმრები. გულიავა აბა სამქულიანი ესე ზუსტია, ორი სამქულიანი. ამ მეოთხედში უკვე ჯერ როგავა, ახლა გულიავა. 16 ქულა მაინც კომფორტულია რა თქმა უნდა რაშის უპირატესობა. გოგალაძე, ტომასი, ზაქრაძე, ვერი ითხოვს ბურთს მიიღო. გრეგორია თამაშება მას. გამოუტანა ზაქრაძეს, რომლის სამქულიანი არ ვარდება, თუმცა გოგალაძე ხსნის შეტევაში ბურთს გაკიდა ჯარიმა. რომელსაც კენედი. კენედისთვის ეს იქნება მეორე ჯარიმა. მოიერის გარდა 3 ჯარიმა ჯერჯერობით არავის არ აქვს. 6 მოხსნა ქონა პირველი ტაიმის შემდეგ, ვერის და 17 ქულა ძალიან მაგარი პირველი ტაიმი ჩაატარა ამ მოთამაშემ. თან ბურთი არაუცილებლია თამაშიდან. ტომასი შევიდა ორნობიჩი და მიიღო კიდევაც დაფარება კენედისგან. კარგი იყო შამარკუსი ამ შემთხვევაში. გარისკა ტომასმა მაღლებში შეძვრა და მიიღო კიდევაც დაფარება. გოგალაძე უნდა ესროლა 6 წამი რჩებოდა, ისროლა არ ვარდება სნის კენედი. როგავაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შანსი კიდევ უფრო მიახლოების. როგავა პარაშუტი დაკიდა, არ ჩავარდა და ვერ მოხსნა. ვერმა ჩაიწერა მერვე მოხსნა აქტივში, წინა ტურში. უпростоრად როცა გორში ითამაშეს სარეკორდო 19 მოხსნა ქონდა, რითიც კალატოზიშვილის რეკორდი გაიმეორა ამ სეზონის და ნახოთ დღეს დაიწყებს თუ არა. ამდენი მოხსნისგან ცოტა გაუჭირდება, მაგრამ ყველა პრობლემია.
14 ქულა სხვაობა და რაშმა იყო პირველი წუთშესვენება უკვე მეორე ტაიმში. მეორე ტაიმის ანგარიში 5-8 არის. მხოლოდ სამხლამდე შეამცირა დელტამ სხვაობა, მაგრამ ბოლო წუთები ძალიან კარგად ჩაატარეს და შესაბამისად როკიჩმა უმალ ტაიმაუტი მოითხოვა. კარგად დაიწყო ეს მეოთხე დრაშმა 5-0 თუმცა 8 ქულა გაუშვეს ზედიზედ. 14 ქულა სხვაობა და ნახოთ, აბა საინტერესოა თუ 10 ქულას შესვლა მოახერხა მისტუმარმა გუნდმა. მაშინ წესდერგით მეოთხე ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს. ვეირი კი ალბათ ორმაგდუბს დღეს გაიფორმებს, ამაზე შეგვიძლია თამამად თქმა. მეტი ჯერჯერობით ვინ არის ყველა ახლოს. რაშიდან ახლოს სხვა არავინ არ არის. არც პრინციპი გურჯაანელთან მხრიდან 6 მოხსნა აქვს გრეგორის და 4 მოხსნა წესით უნდა მოაგროვოს. ქულები ასე თუ ისე გრეგორმა მოაგროვა წინა ეპიზოდით, რამაც ტაიმაუტი აღებინა რა, სწორედ გრეგორის დამატებით დასრულდა. 10 ქულა აქვს გრეგორის და ერთადერთი კალაპურთელია თავის გუნდში, რომელმაც ორნიშნულიან ქულათა რაოდენობას მიაღწია. ჯარიმა კენედი მესამე პერსონალური უკვე მას. ლუკი 3, კენედი 3, ეს პრობლემაა ისევ ჯარიმები. ზაქრაძე განაახლებს შეხვედრას, გოგალაძე ვეირს ჩაუგდო ბურთი. შემდეგ ზაქრაძე და კიდევ ერთი ჯარიმა, ამჯერად ფაერვეზერი ჯარიმდება მეორეა მისთვის. მესამე გუნდური. ძრაფად დაიტვირთა ჯარიმებით გურჯაანი. გოგალაძე. ვახანია არესოლა შევიდა 5 წამი უნდა შეუტიოს რაშმა. კარგი გადაცემა ზაქრაძეზე და ლუკას მორიგი 2 ქულა. ზაქრაძე 16-მდე გაზარდა ის თავისი გუნდის უპირატესობა. საპირისპირო შეტევა სჭირდება ხა დელტას ქულების აღება აუცილებლად. კარგი იყო გრეგორი და სწორ ჯარიმას იღებს ვახანია, მისთვის მეორე პერსონალურია მხოლოდ. ძალიან გამოსტილია ვახანია. იცის მსგავს ეპიზოდებში როგორი თამაშობს. თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოსტილი მოთამაშე სწორედ ვახანია. გამოსტილი მოთამაშეები ყავს დელტას ბულიავა, როგავა სახით და სწორედ მათზე იქნება ბევრი ამ დამოკიდებული. შეძლებენ თუ არა სხვაობის გაბათილებას. როგავა ფარვეზერი არ ჩავარდა ვერის მეცხრე მოხსნა უკვე. ვახანია, გოგალაძე. ვახანია მოირბინა. ისე გოგალაძე უნდა მოძებნოს ესეც. ჯერჯერობით ავად აკონტროლის ბურთს. ზაქრაძე სამქულიანი არაზუსტია. ბურთი გადაეცემათ გურჯაანელებს. ერთ უცხოურ საიტზე ვერც 9 უკვე 10 აქვს შეფასება. 10-დან 10. პრინციპში მართალია. 17 ქულა 9 მოხსნა 6-დან 6 ბურთი თამაშიდან ჩაგდებული 6-დან 4 საჯარიმო და ამასთან ერთად 3 დაფარება. სწორედ მის კარგი თამაში მოყვა თავიდანვე რაშის აი უპირატესობის მოპოვება. აქ რა ხდება დრო გავიდა, არაფერს არ მოხდა ბურთი. ზაქრაძე გაკი ამოვიდა. გაკმა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ ცოტა მოუკლო ქულების აღებას, თუმცა ვეირი და არა, ახლოს იყო 2+1-თან. თუმცა შეასრულებს საჯარიმოებს მეოთხედ დადგება უკვე საჯარიმოს ხაზზე და ისევ შამარკუსი ჯარიმდება. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე მას საერთოდ არ ჰქონდა ჯარიმა და ისე სწრაფად ჯერ 2 ჯარიმა აიღო და ეხლა უკვე 4 ჯარიმა აქვს არასრულ 6 წუთში. კი საერთოდ 1 ჯარიმი დაასრულა ტაიმი და 3 აქვს უკვე ამ მეოთხედში. შესაბამისად მოიერი დაბრუნდა მის ნაცვლად. ვეირის პირველი სროლა არაზუსტია.
პირველ ტაიმის სხვაობის დაბრუნების შანსი აქვს ვერის 17 ქულის. ესეც არის. გამოიყენა. 18 ქულა თვითონ 17 ქულა სხვაობა. როგავა. როგავამ გამოუტანა ფაერვეცერს, მოიერი არაზუსტია გაკიხსნის და ზაქრაძე. გაკი. ვახანია ისევ გაკი და ორი ქულა წუთშესვენება. რომელსაც იღებენ სტუმრები. როგორც გითხარით, ეს გახლავთ მე-10 ტურის პირველი შეხვედრა. ამ მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართება სტუდენტური დერბი SEU-ს წინააღმდეგ 16 საათსა და 30 წუთზე და სათამაშო დღე დასრულდება გორში, სადაც სათამაშო ჩავა ბათუმი. ეს მატჩი 19 საათზე დაიწყება. უკვე ხვალ კი დასრულდება მე-10 ტური, რუს მარგვეთი 14 საათზე, ქუთაისი VSA 19 საათზე. ესე განვლილი ტურით ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით მარგვეთისა და ორბის თამაში. გამოსარჩევია თომას მურის თამაში 37 ქულა ჰქონდა და ამით მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. 35 ჰქონდა დეტრეკ ბრაუნინგს და იმავე დარბაზში თომას მურმა შეძლო ამ რეკორდის გაუმჯობესება. ახლოს იყო ჰილიც, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, ჯამში 44 ჰქონდა მას მარგი ქმედების კოეფიციენტი და დამსახურებულადაც გახდა წინა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ასევე კრისტიან ჯონს ჰქონდა 21 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა. მოკლედ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იმერული დაპირისპირება. ჩვენი ტური მე-10 ტური ხვალ გაგრძელდება ორი მატჩით. რუსთავს ეწევა მარგვეთი. 2 საათზე არის ეს მატჩი და ხოლო 19 საათზე უკვე სესტაფონში ქუთაისი მიიღებს VSA-ს. რჩება სულ რაღაც ერთი ტური და გავალთ უკვე საახალწლო შესვენებაზე. ამ ბოლო ტურს გამოტოვებს დელტა და შეგვიძლია თამამად დღეს თუ ეს მატჩი ესე დასრულდა 10-დან 10 მარცხით. დაამთავრეს პირველ წრეს. მოერი ზაქრაძე გაკი გოგალაძე ვახანია უნდა შეუტიონ. გოგალაძე მას შერჩა ბოლოს ბურთი, არ ჩავარდა ეს სამქულიანი და ფაერვეზერი ხსნის. გულიავა გრეგორი ვერი ეთამაშება მასთან, გამოსტაცა ხელიდან ბურთი. მეორე ჩაჭრა უკვე ვეის დღევანდელ შეხვედრაში. ორი დაფარება, ორი ჩაჭრა, 18 ქულა და 9 მოხსნა. ვახანია ზაქრაძე ვერი ითხოვს ბურთს, თუმცა კარგად დგას გრეგორი არ უშვებს. მასთან ბურთს აქვს ბრძოლა და სტუმრები იქნებიან ბურთით. წულეისკერი ბრუნდება სწორედ გრეგორის ნაცვლად. ფაერვეზერი კი განაახლებს შეხვედრას. როგავა გულიავასთან გაითამაშა ისევ როგავა, სამქულიანი მოკლე აღმოჩნდა. ლურსმანაშვილი შემოდის პარკეტზე. ვის შეცვლის საინტერესო. როგავას ხო არა. როგორ ჩანს, ესე იქნება. არ აქვს დღეს ისეთი თამაში, როგორცაც უელით როგავასგან. ახანია საშუალო 12 ქულას აგროვებს როგავა და დღეს აქვს 3. როგალაძე, ზაქრაძე, ისევ გოგალაძე, გამოუტანა ვახანიას, 3 წამი უნდა იჩქაროს ვახანია. ვეირს ეს მოხსნა არ შეეძლო გამოწურული იყო. აქ ხა ვეირის სტატისტიკაზე გვექნება აქცენტი ბუნებრივია. დიდი ალბათობა ვეირის თამაშის საკუთო ბომბარდირის გახდეს. დელტა და ყველაზე მეტი 12 ქულა აქვს გრეგორს.
და თანაგუნდებიდან ყველაზე ახლოს მასთან არის 9 ქულით ტომასი. არა, ტომასი. რომელსაც სამ პერიოდში გოლა საერთოდ არ აუღია. კარგი იყო წულეისკილი. 57-42. 10-12 გახლავთ ამ პერიოდის ანგარიში საკმაოდ დაბალ შედეგიანია, მოკლედ კენტი მეოთხედები არ გამოსდით გუნდებს. ზაქრაძე არ ჩავარდა და ბურთი სტუმრებს. საინტერესოა დაჭირდება თუ არა მეოთხედი ინტრიგის კუთხით. ათქულაში თუ შევიდა დელტა ბოლო მეოთხედის წინ. შეიძლება იმ ხელას ყოველ იყოს რომ მართლა შედეგიანი გამოვიდეს მეოთხედი, მაგრამ ან გადაწყვეტილი იყოს მატჩის ბედი. უსმანაშვილი წულეისკილმა მოიერი მოძებნა, რომელსაც დღეს სამდიოსაც მოხდა სამიანი არ ჩაუგდია. ბატონო, აქ წულეისკილმა ვერ ჩააგდო, ვერმა მე-10 მოხსნად გაიფორმა და ზაქრაძე, გოგალაძე. ფერვეზერი ეთამაშება გოგალაძეს. რაისი, ისევ გოგალაძე. ისე 24 წამის ზღვარზე უწევენ. მასმიზლები ამჯერად ჩავარდა ეს სამქულიანი 60-42 მე-10 გოლა უკვე კაიდენ რაის. ახლა იმაზე არის რომ იგივე სხვაობა დააფიქსირდნენ თუ არა რაც პირველ ტაიმში იყო გურჯანელები. წულეისკირი ლეისკირი გაკი ეთამაშება მას, ნახევარკაუჭი ესროლა ვერ ჩააგდო, თავადვე იბრძოლა, თუმცა შეტევაში დარჩებიან მასმინძლები. რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეოთხედსაც მოიგებს რაში 13-12 ამ 10 თეულის ანგარიში. ვეირი შევიდა, არ ჩავარდა ეს ბურთი, თუმცა შეასრულებს საჯარი მოებს. ჩაიმდება წულეისკირი, მასაც მესამე პერსონალური აქვს და გრეგორი ბრუნდება პარკეტზე. სწორედ წულეისკირის ნაცვლად. ანდრე ვეირი პირველი ზუსტია. ასრულებს მეორე საჯარიმოს. მეორე ზუსტია და 20 ქულა მას. ცხოვრობა. აქ რაისი იღებს ჯარიმას, სადან ორი ჯარიმის აღების უფლება აქვს რაში, წესდარიგით მეორესაც გამოიყენებენ. ეს მეორე ჯარიმა იყო თვითონ რაისისთვის. ნახოთ და მინჯარიმდება გოგალაძე თუ იყო არა, გადარჩა გოგალაძე, მაგრამ ზაქრაძესთვისაც ასე თუ ისე მესამეა, რომელსაც არ უნდა მიეღო, იქნებოდა მესამე. ჯამში უკვე მე-4 გუნდური და ვაუ, და დიდია რომ შეიძლება ეს პრობლემა საერთოდ არ იყოს. მოიერი მოასროს როლა, არ ჩავარდა და 20 ქულიანი ოპერაციობით გადის მცირე შესვენებაზე რაში. ერთადერთი რაშის ამარცხების ხსნა დელტასაც აქვს, ეს არის რომ პერიმეტრიდან სასწაულად ითამაშონ უკანასკნელ მე-4-ში ჯანელები. ულიავამ როგავამ მოიერმა უნდა ჩაყარონ არნახული პროცენტით. ორივე გუნდს 20 მცდელობა აქვს პერიმეტრიდან, 7 გამოიყენა რაშმა, 4 დელტა. სატურნირო მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ გავიაროთ, ქუთაისი და თესეუ არიან პირველ-მეორე ადგილზე, 6 მოგება, 2 მარცხი და ამის შემდეგ უკვე 6 გუნდს აქვს 5 მოგება, უბრალოდ 2-ს აქვს 1 მატჩი მეტი ჩატარებული და აქვს 5 მოგება, 4 წაგება, ხოლო VSA-ს, მარგვეთს, ივერიონს, ბათუმს და კავკასიას აქვს 5-3-ზე ბალანსი. რუსთავი 3-5-ზე არის მე-9 პოზიციაზე და გურჯაანის დელტა არის მე-10-ზე, იმ მხრივ 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული ვიდრე რაშს. რაშია
ამ ტურამდე ბოლო ადგილზე, თუმცა დიდი ალბათობით ეს არაფერი შეიცვლება და ამ მატჩი ძალიან რთულია 20 გოლის აღმოფხვრა. რაში ამ მატჩი მოიგებს და ამ შემთხვევაში თქვით რომ დელტას 10 მარტს ექნება და პლუს ისე რომ რაში ერთი თამაში დარჩება ბათუმში. რა თქმა უნდა უთულესი მატჩი იქნება, მაგრამ იმ მოგების შემდეგ საერთოდ სასწაული იქნება რაშისთვის ხო ორი მოგებით რომ გაასწროს უკანასკნელ ადგილს, თანაც მოიგოს გასვლა ბათუმში. სადაც სულ იგებს სუპერლიგის ეგიდით ორივე ჩასვლა მოგებული აქვს. ანუ ერთ შეხვედრებშიც უპირატესობა სხვათაშორის კლუბებსაც ექნება მნიშვნელობა, მაინც გურჯაანში არ იქნება მარტივი თამაში რაშისთვის. შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს იმ მატჩმაც, ამიტომ არ უნდა მოდუნდეს რაში და შეეცადოს სხვაობა შეინარჩუნოს ან უფრო გაზარდოს და თავისუფლ გურჯაანმა პირიქით უნდა იფიქროს გადარჩენა თუ არ გამოვიდა ნაკლებით წაგებას. განახდა მატჩი მეოთხედით როგავა, მოიერი გოგალაძე თამაშება. დერიპოვა მოიერმა თავისუფალი სფერო შეუტიოს გოგავას მოძრაობები გამოუტანა ბულიავას, სამქულიანი ბულიავას ზუსტია. მე-11 ქულა უკვე ბულიავას და გრეგორი შემდეგ სწორედ ის გადაცდა თავის გუნდში 10 ქულიან ზღვარს. გოგალაძე რატომღაც ჩემდა გასაკვირად დიდი ხანია სერგი ნინუ აღარ გამოჩენილა პარკეტზე სასტარტო ხუთეულის შემდეგ 5 წუთი ითამაშა სერგიმ და ამის შემდეგ აღარ ჩართულა ის თამაში. ბულიავა მოიერი მოძებნა ლურსმანაშვილი შევიდა ლუკა და არ გაუმართლა თორე ენდვანი იქნებოდა შეასრულებს აჯერიმოებს პირველი გუნდური და მესამე პერსონალური უკვე რაის ბუკათო ორივე საჯარიმოს გამოიყენებს, ყოველთ 15 გოლამდე შეცერდება. პირველი ზუსტია. მეორე არ ვარდება, ფორცის ვეირი და იწევა მორიგი რაშის ახალი შეტევა. გოგალაძე. მოციქულად 11 მოხსნა ვეირს, აქ იკარგება და ეს თუ ჩავარდა ტაიმაუტიც ალბათ უნდა ყოფილიყო, თუმცა კარგია ზაქრაძე დაცვაში. ახანია დაბრუნდება პარკეტზე გოგალაძის ნაცვლად. ძირდება შეტევაც გურჯაანს და კიდევ უფრო შეამცირეს ჩამორჩენას. მოიერი ბულიავა მოძრაობები შევიდა და ჩააგდო კიდევაც. კი შეუსრულებდა ბულიავა და ესეც მოხდა. აი ახლა კიდევ ერთი აღებული დაცვა და უკვე თამაშია. ზაქრაძე, რა თქმა უნდა, ეცდება ზაქრაძე რომ დროს გაიყვანოს. გაისი მარტო არ ჩავარდა. ჯარიმას იღებს გაკი, მეორეა ეს მისთვის. ჯერჯერობით 6-0 პერიოდის ანგარიში. და შეტევაში ისე გურჯაანელები. როგავა მოიერი გრეგორი ისევ როგავა გრეგორი კარგი იყო გაკი დაუფარა კურთი პირველად გადაწყვეტილებით დარჩებათ სტუმრებს, თუმცა როკიჩი ითხოვს ვიდეო გამეორებას. ექნება თუ არა პირველი ჩელენჯი დღევანდელ შეხვედრაში. კი ბატონო, ექნება რა თქმა უნდა. ნახოთ. გრეგორიმ რო ვერ იმოქმედა კარგად ეს ფაქტია. როცა ხან გამოჩნდა, მეგონი სწორედ გრეგორიში მოხდა კურთი. გრეგორის? კი. აშკარად გრეგორი ეხება ბოლოს.
კი ბატონო. გურთი დარჩებათ მასპინძლებს. ამაშიც არ გაუმართლა დელტას. გაიდენ რაისი განახლებს შეხვედრას. ვახანია პრესინგზე გადავიდა უკვე. ურჯანი, რაისი, სამფულიანი ესროლა, ესეც არ ჩავარდა. მოკლე იყო ეს სამფულიანი, ბულიავა. როგავა. ბულიავა, როგავა. კარგი იყო, და მორიგი დაფარება მე-4 უკვე ვეირის. ესე იგი, როგავა კარგად შედის, შემდეგ კარგადაცემას უკეთებს გრეგორს და გრეგორი ვეღარ ასრულებს ამ შეტევებს. შედეგით არა და შეიძლება ეხლა ბოლო წუთებში ესარგებლა რაშის უზუსტობით დელტას და შეემცირებინა 10 ქულამდე სხვაობა. რაისი ამჯერად ჩააგდო 9-დან მესამე ზუსტი სამქულიანი, როგორც თქვი, საშუალოდ 10 ფურცს ესვრის მინიმუმ და დღესაც გააუმჯობეს ის კიდე გაიმეორეს ამ შედეგს. და თითქმის სამქულიანს კი აგდებს ხოლმე საშუალოდ და დღესაც ასე არის. ლუქს რამდენი აქვს სამქულიანი ასროლი? ნახოთ აბა. ბევრი მეგონი არც უსვრია ლუქს. 3-დან ვერც ერთი სამქულიანი, ჯამში 6-ის როლიდან 1 გამოიყენა. აი ეს მიკვისო ლუქს თავისუფალი სამქულიანი ვერ ასროლინეს. გრეგორი აქ ვერაფერს ვერ ხსნის. ალბათ აიმაუთაც აიღებს. საბაზაკრაძე თუ ჩავარდა ეს ბურთი. ზაქრაძე ვახანია გაკი კარგი გათამაშება და ვეირის დანკიც. 22 ქულა ვეირს და ჩემი სიტყვების დასტურად აიო კიდევ ეს შეშონება საბაზაკრაძე. თითქოს კარგად დაიწყეს 6-0-ით, მაგრამ 2 წუთზე მეტი ბურთი ვეღარ ჩააგდეს სტუმრებმა და საპასუხოდ 5 ქულა აიღეს მასპინძლებმა და გაზარდეს 19 ქულამდე სხვაობა. სუპერლიგა ზოგადად ძალიან შედეგიანი ჩემპიონატია და ამის ფონზე თუ ავიღებ დელტას 58 ჩაგდებული ძალიან ცოტაა. ყველაზე დაბალ შედეგიანი მატჩი ჰქონდა პირველივე ტურში ივერიონი ბიესეირო. 65 ქულა აქვს ყველაზე ცოტა დელტას ჩაგდებული ქუთაისთან. გურჯაანში 20 ქუთაისმა დიდი სხვაობით მოიგო სამეკლო პაუზის შემდეგ 19 ქულით. როგორც ჩანს ანტირეკორდს დაამყარებს დღეს თავისი ქულების ხრი, იმიტომ რომ გაუჭირდება 22 ქულა ჭირდება. 17 ჭირდება რომ გაიმეოროს და 18 რომ გააუმჯობესოს ეს ანტირეკორდი შეიძლება ითქვას. დრო არის ისეთი იმდენი რომ ცოტა რთულია. ნურსმანაშვილი გრეგორი როგავა 5 წამი მოუწევს გადაგდება არ ვარდება ბურთისთვის ბრძოლა და კაიდენ რაისი ხსნის იქვე მოძებნა გაკი და ვახანია შეინარჩუნა ვახანია ბურთი როგავა ზაქრაძე ორი მეორე უმარკმასთან ვახანია გაკი მარტოა ზაქრაძე 5 წამი ვეირი და გაფრინდა ვეირი მორიგი ეფექტური ჩატენვა ანდრეს 24 ქულა უკვე მის ანგარიშზე და ისევ 100%-იანი შედეგით უტევს მეტოქის ფარს. ბულიავა გაკის კიდევ ერთხელ გადაყრილი გზებით, თუმცა ბულიავამ გაუკეთა გადაცემა უსმანაშვილს და აქ ცოტა ნერვები უნდა დაიოკოს რაისმა, თორემ ტექნიკურს გამოკრავს ხელს. თან ეს ჯარიმა მე-4-ია და უნდა იყოს ფრთხილად.
პრინციპში ხა ვინც არ უნდა გამოვაკდეს. კენედის ბრუნდება ბულიავას ნაცვლად. მოკლედ დიდი სამუშაო ველის საახალწლო ადატებებზე დასვენებაზე. საინტერესოა. რა იქნება მეორე წრეში დელტას მხრიდან რა შემოგთავაზებენ? შეიძლება ქორქიასაგან დელიძეზე საერთოდ არც გამოვიდეს გუნდი და მოიმზადოს. ეგეც ხო ერთგვარი მოსამზადებელი არის. ყველაზე კარგად ქორქიასაგან დელიძეზე ჩანს პლუსები და მინუსები საახალწლო პაუზის შემდეგ. ესე იგი დელტას გამოუვიდა ორი მარცხი დუდუ დადიანზე ქონდა. ასი მეათე 10-12. USA-სთან და რუსთავთან დამარცხდა დადიანის მემორიალს. გასული სეზონის ნახევარფინალისტი, ბოლო ორი სეზონია დელტა გადის ნახევარფინალში. უერი შეასრულებს მორიგ საჯარიმოს მე-6-ად დადგება უკვე. საჯარიმოს ხაზზე ამჯერად არ ჩავარდა 11-დან 7 აქვს ჩაგდებული საჯარიმოს ხაზიდან და ჯამში 26 ქულა 11 მოხსნა მეიერი რუსპანაშვილი და ესროლა კი. მოიერი ისევ გრეგორი და ჯარიმა. ყველაზე ცუდი შედეგი დელტა სუპერლიგაში ჰქონდა 2021-22 წლების სეზონში. როდესაც გუნდი გავიდა მე-9 ადგილზე. აბა გრეგორი არ ჩავარდა პირველი და პირველად ვერ მოხვდა პლეი-ოფში. საქართველოს ჩემპიონია 2019 წელს და 2021 წელს ფინალისტი. რუსთავი დელტას ფინალი იყო 2021-ში და 2019-ში ქუთაისი დაამარცხეს სერიაში 3-2, თანაც მეხუთე მატჩი მოიგეს ქუთაისში. მოგთი დარჩებათ მასმინძლებს კлау 20 ქულა სხვაობა და დასაფიქსირებელი გვაქვს საბოლოო ანგარიში. ესეთი იოლი გამარჯვება დიდი ხანია რა შარ მოუპოვებია. საერთოდ ამ სეზონში პირველი გამარჯვება ეს მათთვის. მათ დადიანიძეც არ მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ გასულ სეზონებშიც არ ჩავარდა სამქულიანი ვერც ვერმა მოხსნა შეტევაში მოიერი როგავა ეს როლა სამქულიანი ჩააგდო მე-6 ქულა უკვე როგავას მეორე ზუსტი სამქულიანი ვახანია ზაქრაძე როცა ვახანია და დაცვაში რა ხდება რაისი იყო მარტო ფარქვეშ რაისი 15 ქულა 26 ქულა ვეირი მეტი 10 ქულიან ბარიერს არავინ არ გადაცდენილა რაშის რიგებში სამქულიანი ამჯერად არ ჩავარდა გაკმაც მოხსნა ჩაიწერა აქტივში მერვე მოხსნა უკვე 7 ქულასთან ერთად დელტაში 10 ქულიან ბარიერს ბულიაო და როგავა გადაცდნენ არა ბულიაო და გრეგორი გადაცდნენ 13 ქულით ორი ჯერზე ვეირი შეასრულებს საჯარიმოებს ეფექტური მაჩვენებელი ვეირს ექნება სასწაული ახლა 40 ეხა ორივე თუ გამოიყენა ექნება 42 თუ არა და ერთი თუ გამოიყენა ერთი მინუსად ეწერება ხო ანუ გავხდება 41 და ისე დარჩება 40 კი ამიტომ ორივე უნდა გამოიყენოს თავის მხრივ ჯეილენ ჰილმა როგორც მახსოვს სარგებლიანობის მხრივ მოხსნა ამ სეზონის რეკორდი უერის ქონა 42 როგორც მახსოვს მანამდე კი ბატონო უერის ქონა 42 ორბთან და ჰილმა გაუმჯობესა 44 ქონდა მას ისევ და ისევ ორბთან პირველი საჯარიმო გაფუჭდა მეორე ჩააგდო 40 აქ ისო სარგებლიანობის მაჩვენებელი 20 ქულა ჩვენ შეხვედრაში სხვაობა და 27 ქულა მას აი საჯარიმოები რო არა
ისევ ურთის გაუფუჭებლად არის თამაში. ჩაიჭრა ეს გადაცემა, ზაქრაძე, ვახანია შევიდა, ვერ შეიმაგრა ბურთიდან, გაუჭიდა კიდევაც სროლა, ფაერვეზერიც ვერ მოეპყვა კარგად ბურთს და კარგია ზაქრაძე. ვახანია მორგი ცდილობა შეტევის და ჯარიმდება ლურსმანაშვილი. ამჯერად უკვე ვახანია დადგება საჯარიმოების სასროლად. მე მგონი ეს ანტირეკორდი გაიმეორა ხო დელტა 65 იყო მისი და ზოგადად ხო მთელი სეზონის თუ არა ხო ამ სეზონში თავის ანუ გურჯაანს ჰქონდა პირადად ყველაზე ის ნახოთ აბა USA USA-ი იყო რამდენი იყო 62 47 ქულა ქონდა USA-ს ეკუთვნის ესე იგი ანტირეკორდი და დელტა არა ხა 2.54-ში ჩააგდებს აუცილებლად წესით კი სერგი მინუა არის კონსეკრენებზე მიკვირს მეც შენი არ იყოსო სერგი არ დაიტვირთა დღეს მაგრამ იცით ვთქვათ რომ ვინ შემოვიდა ყველა მაქსიმუმი დადო ამ გამარჯვებაში ამჯერად აიმაუტს იღებს უკვე რაში ალბათ ტაქტიკის გამოსაცდელად რა ხოლმე რომ გარკვეულ კომბინაციას გაითამაშებენ მომდევნო შეხვედრებისთვის და რაც შენ თქვი ორივე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს მომდევნო თამაში შესაძლოა ძალიან იყოს ხო წლის ბოლო მატჩი როცა იქნება დარჩენა არ დარჩენის საკითხზე მოდი ესე ვისაუბროთ ჯერჯერობით და აქედან გამომდინარე ეხლა არის 19 ქულა სხვაობა წუთი 45 წამი მატჩის დასრულებამდე 19 ქულა სხვაობა შეტევაში რაში ვახანია ვეირი კვარტივი 2 ქულა მშვენივრად გაათამაშეს და კარგად დაინახა ვახანიამ და კარგი ასისტი გაუკეთა გამოჩნდა რომ პრესინგზე არის გადასული გურჯაანი და ამით ისარგებლეს ამჯერადაც მასმიზლებმა მოიერი შეეცდება რომ გაზარდოს თავის კულათა მარაგი 4 აქვს მას ვეირი კი ავიდა 42-ზე მარგი ხმედების კოეფიციენტით და ვნახოთ აბა თუ დაიბრუნებს ლიდერობას ამ მხრივ მიმდინარე სეზონში მოიერი ვერ აქტებს ძალიან ცუდ ფორმაშია. კი, ბევრად მეტი შეუძლია მოთამაშეს. ძალიან ცუდ ფორმაშია ხა დელტა. და ალბათ ეს საახალწლო პაუზა სულზე მოუსწრებს და ფიქრობ რომ წაადგება კიდევაც. ახალია. ჩაუართნა დაცვაში ამ პრესინგის გამო ზაქრაძე მოიერი მიეწება მას ზაქრაძე ისევ გამოუტანა ვახანიას სამქულიანი არ ვარდება თუმცა მესხიხსნის ცდილობდა დამატებას მაგრამ დაჯარიმდა მის წინააღმდეგ წესით ფაერვეზერი ორი სროლა გვექნება ჩვენ რომელსაც გიორგი მესხი შეასრულებს ხუჭუა ჩაერთვა პირველად თამაში ოთარ ხუჭუა დადიანზე ეძლეოდა მას თამაშის საშუალება, შემდეგ უფრო ნაკლები დრო. ყველა შევიდა მოედანზე დელტას დელტას მოთამაშეები შემადგენლობიდან გარდა გითხარით რომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას ჟღენტი. ესხის მეორე საჯარიმო ვნახოთ. ესეც არ ვარდება, მაგრამ თავიდან შეასრულებს. ადრე შესულა რომელიღაცა გურჯაანელი მე მგონი გულიავა იყო რეაქციით თუ მივადევნეთ თვალყურს
თუ ჩააგდო მესხმა საჯარიმო, ნინუა დაბრუნდება დიდხნიანი პაუზისგან და თუმცა ისევ არაზუსტია ეს საჯარიმო, ფაირვეზერი ხუჭუა გამოუტანა გულიავას, სამქულიანი ზუსტია. გაკი და ნინუა დაბრუნდებიან. ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა რაშის რიგებში. განაცხადში მართალია ჯაბახიძე წერია, რომელსაც ტრავმა დღეს ასე ვთქვათ გამოუცვლელი იყო. და ბუნებრივია თავიდან ცხადი იყო, რომ არ ძის სკამზე, უბრალოდ განაცხადში წერია, ტრიბუნაზეა ჯაბახიძე და მის გარდა ყველა მიიღო მონაწილეობა. ფულა ვისაკლია, უნდა გავიაროთ მხოლოდ ეს. მესხს აკლია. სერგისაც არაუღია ქულა და ნახოთ რო არის მაინც. აბა სწორედ ნინუა, გაკი, რაისი, ტურის როლა. დაქტოვებს კენედი. კი ბატონო. მეხუთე პერსონალური და გრეგორი დაბრუნდება მის ნაცვლად. გრეგორი მართალია ერთ-ერთი ბომბარდირია. მატჩის დელტასთან 13, თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ყველაზე მეტი დელტაში 16 გული ავასა აქვს. მოკლედ ვეირი დაჯდა 1500 გამზე და აღარც გამოჩნდება, გავიაროთ. მისი სტატისტიკა 29 ქულა, 10-დან 10 ჩაგდებული ბურთი თამაშიდან 9-დან 9 ორქულიანი და 1 სამქულიანი, 13-დან 8 საჯარიმო, 11 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა, 42 მარგი ქმედების კოეფიციენტი. თავის კოდა თქვათ, რომ ალბათ ტურში საუკეთესო იქნება. დიდი ალბათობით კი, ძალიან გაჭირდება. ზოგადად იშვიათობა 40 რომ ვინმე გადაცდეს და ამიტომ ვიძახი. რა ისა გაკის არ ვარდება, მესხი ვერ ამატებს. ფაირვეზერი. ორქულიანი ესროლა ჩააგდო. 61-ით 79, 18 ქულას ხოვობა. ბოლო წუთიც უკვე წესთ არ გააჩერებენ აქ თამაში. რა თქმა უნდა ბურთელასია. წაუთხა. ვიტყემ ნინუას და ვეღარ შეძლო ნინო ბურთის დამორჩილება. კი ბატონო, დადგა ხაზზე ფეხი ნინუამ. უსმანაშვილი განაახლებს შეხვედრას. გულიავა. გამოუტანა უსმანაშვილის ხუჭუას სამქულიანი არ ვარდება, ვახანი ახსნის. მესხი, რაისი. მესხი ითხოვს ბურთს. ნინუა. 10 წამი შეტევისთვის. 7 მესხი ვერ აქტებს, ჯარიმაც არ ყოფილა და ეს დაგიგით ბოლო შეტევა. უნდა შეუტიოს აუცილებლად დეტა მჭირდება ხა. გრეგორი მოხსნა და ამატა ვერ ჩააგდო გაკი. ნინუა. დღეს ვერ არის ნინუა მოწოდების სიმაღლეზე. გრეგორი გაჭურებით ჩააგდო. სერგის გადაგდებული ბურთი და დასრულდა ამით დღევანდელი შეხვედრა.